როდესაც უფალმა შეიტყო, რომ ფარისევლებს გაეგოთ, იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავს, ვიდრე იოანეო, თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფენი. დატოვა მან იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა. მას სამარიაზე უნდა გაევლო. ამრიგად მივიდა სამარიელთა იმ ქალაქში, სიქარი რომ ეწოდება. იმ მიწის ნაკვეთის მახლობლად, რომელიც იაკობმა მისცა თავის ძეს იოსებს. იქ იყო იაკობის სჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე 6 საათი იქნებოდა. მივიდა დედაკაცი სამარიიდან წყლის ამოსაღებად. იესომ უთხრა მას: წყალი დამალევინ. რადგან მისი მოწაფენი ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად. უთხრა მას სამარიელმა დედაკაცმა: როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაც დამალევინეო. რადგან იუდეველებს არ აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან. მიუგო იესომ და უთხრა მას: შენ რომ იცოდე ღვთის ნიჭი და ის, ვინც გეუბნება წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს. უთხრა დედაკაცმა: ბატონო, არც ასავსები ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი? ნუ თუ შენ მეტი ხარ ჩვენ მამა იაკობზე, რომელმაც ეს ჭა გვიბოძა და თვითონაც აქედან სვამთ. ისი ძენით და მისი საქონელიც. მიუგო იესომ და უთხრა მას: ყველას ამ წყლის მსმელს კვლავ მოსწყურდება. ხოლო ვინც დალევს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნოს სიცოცხლე დიდინებს. უთხრა დედაკაცმა: ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარ წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ. უთხრა მას: წადი, მოუხმე შენს ქმარს და მოდი აქ. მიუგო დედაკაცმა და უთხრა: მე არ მყავს ქმარი. იესომ უთხრა: მართალი თქვი, მე ქმარი არ ამყავსო. რადგან 5 ქმარი ყავდა და ის, ვინც ახლა ყავს, არც ისაა შენი ქმარი. ეს მართალი თქვი. უთხრა დედაკაცმა: ბატონო, ვხედავ რომ წინასწარმეტყველი ხარ. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს. თქვენ კი ამბობთ იერუსალიმშია ადგილი, სადაც უნდა სცემდნენო თაყვანს. უთხრა იესომ: დედაკაცო, მერწმუნე დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას. თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს. ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა. მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანის მცემლნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. ღმერთი არის სული და მისი თაყვანის მცემლნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით. უთხრა დედაკაცმა: ვიცი რომ მოდის მესია, რომელსაც ქვია ქრისტე, ის რომ მოვა ყველაფერს გაგვიცხადებს. უთხრა მას იესომ: მე ვარ, რომელიც გელაპარაკება შენ.